1995 წელს ბათუმში ახალი სტადიონი ააშენეს. ერთი ხანობა საქართველოში ის ერთადერთი არენა იყო, რომელიც UEFA-ს მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. მაგრამ 2006 წელს ეს შესანიშნავი საფეხბურთო არენა ბულვარის განახლება შეეწირა. იმ ადგილზე, რომელსაც დიდი საფეხბურთო ბატალიები ახსოვდა, დღეს სასტუმრო შენდება. დიდი მშენებლობების მიუხედავად ბათუმში სტადიონის ადგილი ვერ მოიძებნა. არადა არაერთი ტენდერი ჩატარდა და პოტიომკინის სოფელივით ლამაზი მაკეტებიც გამოიფინა. ერთ-ერთი თავი ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთანაც მოიწონეს. რეალურად კი 9 წელია ბათუმი მხოლოდ ბავშვების სავარჯიშო პატარა მოედნების ამარაა დარჩენილი. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და პოპულარული კლუბი ბათუმის დინამო კი ქობულეთში თამაშობს. იყო შემთხვევა გუნდმა მეტოქეს ზესტაფონშიც უმასპინძლა. ახლა ბათუმში სტადიონის თემა ხელახლა წამოიწია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ოლიმპიური სტადიონის პროექტზე კონკურსი 2015 წლის 5 იანვარს გამოაცხადა. მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი 12 კომპანიამ განაცხადა. საბოლოოდ კი კონკურსს 11 მათგანი შემორჩა. წარმოდგენილი მაკეტები საჯარო განხილვისთვის ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გამოიფინა. ბევრი მათგანი შტამბეჭდავად გამოიყურება. წარმოდგენილი კომპანიებს შორის 6 ქართულია. მათ გარდა მონაწილეები არიან ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და იტალიიდან. გამარჯვებულს მიეცემა 5 თვის განმავლობაში დრო პერიოდი, რომ დაამზადოს კონკრეტული პროექტი, რომელიც დაჯდება 650.000 ლარი. ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოს გამოყოფილი გვაქვს ჩვენ 650.000 ლარი მხოლოდ პროექტირებისთვის. სტადიონი იქნება 20.000 მაყურებელზე გათვლილი. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ჩავეტიოთ თანხებში და იყოს 4-ვე მხარე, ანუ ყველა მხარე იყოს გადახურული, რადგან კლიმატური პირობების გამო ბათუმში მოგეხსენებათ, ძალიან ხშირად არის წვიმიანი ამინდები. რაც შეეხება თვითონ პროექტს, პროექტი არის 36 მილიონი ლარიანი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ანუ აჭარის მთავრობის მეთაურის ინიციატივით აჭარის ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი, არის გათვლილი 2 წელიწადზე. სტადიონის მშენებლობა წესით დაიწყება სექტემბრის დასაწყისში, ანუ აქედან 5 თვეში, როდესაც პროექტს წარმოადგენს გამარჯვებული კომპანია, დაახლოებით სექტემბრის თვე უწევს და მაშინ უნდა უკვე დაიწყოს სტადიონის მშენებლობა და ალბათ ჩვენ ვფიქრობთ, მაინც ვარაუდობთ, რომ ლარის დევალვაციის გამო პროექტი თვითონ გაძვირდება და სადღაც ჩვენ ვარაუდობთ 20 მილიონ დოლარს, ანუ 36 მილიონ ლარს, ეს ცოტას ალბათ 3-4-5 მილიონი ლარით მოიმატებს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ აღნიშნული პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ. საპროექტო წინადადებების პაკეტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უკვე გაიხსნა. ახალი სტადიონისთვის ადგილი ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე გამოიყო, სადაც ადრე ელექტრომექანიკური ქარხანა მდებარეობდა. მისი ფართობი კი 7 ჰექტარს შეადგენს. დანაპირების მიხედვით მშენებლობა აგვისტოში უნდა დაიწყოს. ბათუმის დინამო კი საკუთარ ქალაქს 2017 წელს დაუბრუნდება.